Გამოჩნდა სამხატვრო აკადემიაში სტუდენტები ერთმანეთს სახეში აფურთხებენ. ასეთი მეთოდით სადიპლომო 6-მა ახალგაზრდამ დაიცვა. ნანახმა მხატვართა ერთი ნაწილი აღაშფოთა, ზოგიერთს გაახსენდა გამონათქვამი ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. ვაკო ავალიანი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ვაკო, როგორ შეხვდა დღევანდელ გამოჩნდა სამხატვრო აკადემიის რექტორი? სამხატვრო აკადემიის რექტორი კმაყოფილია, რადგანაც ეს იყო ძალიან უჩვეულო გამოჩნდა, ასევე კმაყოფილები არიან ეს სტუდენტებიც, რომლებმაც ამ ფურთხის სანაცვლოდ ვიზუალური ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი მიიღეს. ეს ფურთხი დიპლომის ტოლფასია. ამ წარმოდგენას მათენაზე პერფორმანსი ჰქვია. სამხატვრო აკადემიის 6-მა სტუდენტმა სახელმწიფო გამოჩნდა ამ ფორმით ჩააბარა. აკადემიის რექტორი საკუთარი აღზრდილებით კმაყოფილი დარჩა. რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. პირიქით, მე რაც უფრო ფართო დიაპაზონი იქნება ჩემს აკადემიაში, ჩემს ძირფას საყვარელ სამხატვრო აკადემიაში, რომელიც იგი დაწყებული სრულად რეალისტური და დამთავრებული აბსოლუტურად კონცეპტუალური პროექტებით, მით უფრო საინტერესო იქნება პროცესი. თავისთავად წინა ფორმალური თვალსაზრისით როგორც პერფორმანსი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესოა რაც მე მინდა საერთოდ ამ გამედია უბრალოდ ისე ვფიქრობ. საკუთარი თავით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ წარმოდგენის შემდეგ თავად დანერწყვილი ახალგაზრდები. თემა იყო აგრესია. შემიძლია და მიტოვარჩე თვითონ ეს ფორმა სასახლეში შეფუთებაც თვითონ აგრესიის ყველაზე უდიდესი უმაღლესი დონის გამოხატულება. ეს არის კონცეპტუალურ ასე ვთქვათ ბაზისზე განხორციელებული მინიმალისტური აქცია, რომლითაც მიიღწევა მაქსიმალური დრამატიზმი. აქ ერთი წინადადებაა, რა თქმა უნდა. და საუკუნის წინ აქ გაცნაცვა. ფურთხის ღირსი ხარ საქართველოს. სახე როგორა? არა, მე ამ საზოგადოებას ვერ უყურებ. არა, ეს საშია. ფურთხით გამოხატულ ხელოვნებას მხატვარი თემო გოცადე და მისი მეუღლე მსახიობი მარინა ჯანაშია კურიერის დახმარებით გაეცნენ. ნანახის შემდეგ ხელოვანები შოკში არიან. როგორ შეიძლება ამის კეთება? ამას სახვით ხელოვნების სახელის დარქმევა და პერფორმანსების და რაღაცების მოძებნა. და აძლევენ სერტიფიკატს აძლევენ ხელში და ეს მერე საქართველოს სახელით უნდა გავიდეს იმაში, რა ქვია, მსოფლიო არენაზე. და ამ დროს ფანგრის მოსმა არიციან. პერფორმანსი ანუ ისაც ბევრს შოკში აგდებს, სულ 10 წუთი გაგრძელდა. წარმოდგენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ეროვნულ გალერეაში დაგეგმილზე 4 დღით დაგვიანებით გაიმართა. მოზარდები მანამდე ცისფერ გალერეაში არ შეუშვეს. ამ შემთხვევაში როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ და კიდევ ერთი სხვა სტუდენტებმა გამოჩნდა ჩვეულების სამეფო ფუნჯებით ხელში ჩააბარეს. მადლობა ვაკო ავალიანის